დაახლოებით 200 ფიტია, რაც ჩვენთან შემოვიდა ტექნოლოგია ფუტკრის ძის ამოღებაზე და დავიწყე ამ მიმართულებით მუშაობა. თავიდან 1 კილოგრამამდე ვიღებდი წელიწადში. ნელ-ნელა მომხმარებელმაც აითვისა ეს პროდუქცია, თავიდან არ იცოდნენ. ეხლა გაიგეს რა არის, რაში გამოიხატება მისი დადებითი თვისებები და ვინც ერთხელ წაიღო, თითქმის ყველა კმაყოფილია ამ პროდუქტით. ეს არის ბიოლოგიური პროდუქტი, ევროპაში სამეფო ჟელეს სახელით არის ცნობილი და სუფთად არის ფუტკრის ნამუშევარი, რომელიც მზადდება თაფლისაგან და ყვავილის მტვერისაგან. და მაგაზე უკეთესი და მაგაზე დადებითი თვისებების მქონე პროდუქტები კი ბუნებაში ბევრი არ არის, თითქმის არ არის. ამჟამად მოხმარებლების რიცხვი მატულობს ნელ-ნელა და ჩვენც ვაფართოებთ ჩვენს მეურნეობას და ვცდილობთ თანდათან უფრო მეტი რაოდენობით შევძლოთ ამ პროდუქციის მიღება და მაქსიმალურად ვიცავთ ამოღების ტექნოლოგიას. ძირითადი მდგომარეობს ჰიგიენური წესების დაცვა, ფუტკარი არ უნდა იყოს იმ დროს ურნალობის რამე წამლის მოქმედების ქვეშ და უნდა იყოს ტემპერატურული რეჟიმი დაცული. დანარჩენი ამ პროდუქტის დადებითი თვისებების შესახებ თანდათან ამოღების პროცესის მსვლელობაში ნელ-ნელა გავგაცნობთ ყველაფერს. და ის იგი ასევე დადებულია ბევრ საიტზე და გავგაცნობთ იმ საიტების მისამართებასაც, სადაც შეგიძლიათ მოიჯიოთ და გაიგოთ რა აქვს დადებითი. განსაკუთრებით იაპონიაში გამოიყენება ეს ძალიან აქტიურად. დაუზუსტებელი მონაცემებით 2005-2008 წლებში წლის განმავლობაში იყენებდნენ 200-300 ტონამდე ფუტკრის რძეს. და იაპონელი ექიმების ვარაუდით და მოსაზრებით და ისინი ამას ამტკიცებენ, რომ ამ ფუტკრის ძის დამსახურებაა ის, რომ საშუალო ხანგრძლივობა იაპონიაში ყველაზე მეტია მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით. იქ პირველ კლასელებსაც კი, როგორც სავალდებულო, ყოველდღიურად 0,1 გრამ ფუტკრის რძეს აძლევენ. ევროპაშიც აქტიურად ხდება მისი გამოყენება და საქართველოშიც კარგია, რომ ნელ-ნელა იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. იმიტომ რომ ის დადებითად მოქმედებს ყველაფერზე, განსაკუთრებით იწყება ეს მოქმედება იმუნიტეტის ამაღლებით. იმუნიტეტი კი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი დამცავი საშუალებაა. და დანარჩენი ჩამონათვალი თუ რა დაავადებებზე მოქმედებს და რა შემთხვევაშია სასურველი მიღება, თანდათან გავგაცნობთ როგორც გითხარით აი პროცესის მსვლელობის დროს. მადლობთ ყურადღებისთვის.